ჩავედით და ვნახეთ უკიდურესად ღარიბი და ტანჯული საქართველო მძიმე სოციალური პირობებით, მაგრამ მიუხედავად იმ სირთულეებისა, პატრიარქმა თავისი არსებობით ყოველივეს მხნეობა, ძალა და ნათელი შესძინა. პატრიარქი როგორ მსახურობს, ის გავს ქირურგს, რომელიც ოპერაციას აკეთებს, მხოლოდ თავის საქმეს უყურებს და საერთოდ არ ეფანტება ყურადღება. წმინდანები ასეთები იყვნენ, თავმდაბლები და უბრალოები. წმინდანებში არ არსებობს სიამაყე, ეგოიზმი და გაუცხოება ადამიანებისადმი. მართლაც ამ ყოველივეს პატრიარქ ილიაში ვხედავდით. უყვარდა თავისი სამშობლოსა და ეკლესიის ახალგაზრდობა და თავის სიყვარულსა და ლოცვას უძღვნიდა ყველა ამ ბავშვს. Για μένα είναι μεγάλη ευλογία να μιλώ για αυτόν τον Άγιον άνθρωπο. Ჩემთვის დიდი კურთხევაა ვისაუბრო ამ წმინდა ადამიანზე, რომელმაც თავისი წმინდა ცხოვრებით მართლაც განადიდა ღმერთი და რომელიც მთელი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის სიკადული იყო. როდესაც მახერას მონასტრის წინამძღვარი ვიყავი, ვფიქრობ სადღაც 1995-96 წლებში პატრიარქ ილია მეორის მოწვევით საქართველოში გავემგზავრე საქართველოს სამონასტრო კონფერენციაზე, რომელსაც მაშინ საქართველოს ეკლესია აწყობდა. მაშინ სულ ცოტა ხნის დაშლილი იყო საბჭოთა კავშირი და ეკლესია ძალების აღდგენას ცდილობდა. ამგვარად, სხვა ეკლესიების მამებთან ერთად კვიპროსის ეკლესიამ მე გამგზავნა მაშინდელ ყოვლად უსამღვდელოეს კონსტანტიის ქორეპისკოპოსთან ვასილისთან ერთად. რადგან არ არსებობდა პირდაპირი ავიამიმოსვლა, საქართველომდე ერთი სათავგადასავლო მოგზაურობა გამოგვივიდა. ჩავედით და ვნახეთ უკიდურესად ღარიბი და ტანჯული საქართველო მძიმე სოციალური პირობებით. იქ შევხვდით სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიდან ჩამოსულ მამებსაც და პატრიარქმა ილიამ დიდი სტუმართმოყვარეობით მიგვიღო. მართლაც იქ ყველამ დავინახეთ ამ ადამიანის დიდი სათნოება და სიწმინდე. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ერთობლივი საღვთო ლიტურგიით. პატრიარქმა წირვა აღავლინა და ჩვენც მასთან ერთად მსახურობდით თბილისში, უძველეს საკათედრო ტაძარში. იქ ნამდვილად ვნახეთ, როგორ მსახურობდა, როგორი კრძალვით, სიყვარულით და ყურადღებით ის მთლიანად ლოცვაში იყო ჩაძირული. ერთმა კარგმა და სათნო მღვდელმონაზვნმა მითხრა: ხედავ, პატრიარქი როგორ მსახურობს. ის გავს ქირურგს, რომელიც ოპერაციას აკეთებს, მხოლოდ თავის საქმეს უყურებს და საერთოდ არ ეფანტება ყურადღება. მართლაც პატრიარქი საღვთო ლიტურგიას ასე აღასრულებდა, ლოცვით და ყურადღების გაუფანტავად. ერთი-ორჯერ ტრაპეზზე მოგვიწია მასთან ერთად, სადაც კვლავ დავტყვით მისი პიროვნების მშვენიერებითა და იმ მადლით, რომელიც მას ჰქონდა. ასევე პირადი შეხვედრაც ჰქონდა საპატრიარქოში ნაშვა დღეს. საპატრიარქოში მოგვითხრეს მრავალი ამბავი მისი ცხოვრებიდან და საქართველოს ეკლესიის შესახებ. ნამდვილად ძალიან დიდი გამოცდილება იყო ის, რაც მაშინ მივიღეთ. საქართველოში მაშინ მგონი 8 დღე დავრჩით. ჯერ კიდევ ძალიან რთული მდგომარეობა იყო კომუნიზმის, რევოლუციისა და სხვადასხვა მოვლენების შემდეგ. სახელმწიფო რთულ მდგომარეობაში იყო. ეკლესიები დანგრეული, მონასტრები შევიწროვებული. მაგრამ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც იმ დროს არსებობდა, პატრიარქმა თავისი არსებობით ყოველივეს მხნეობა, ძალა და ნათელი შესძინა. ამან ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მეც დავინახე, რომ
ის იყო ძალიან თავმდაბალი და უბრალო ადამიანი. როგორც ყველა წმინდანი. წმინდანები ასეთები იყვნენ, თავმდაბლები და უბრალოები. წმინდანებში არ არსებობს სიამაყე, ეგოიზმი და გაუცხოება ადამიანებისადმი. წმინდანები გულში იკრავენ მთელ სამყაროს, ყველა ადამიანს, სადაც არ უნდა იყვნენ და ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მართლაც ამ ყოველივეს პატრიარქ ილიაში ვხედავდით. ღვთისაგან დიდ კურთხევას ვგრძნობთ, რომ მისი გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცა. რაც მიტროპოლიტი გავხდი, მას შემდეგ კიდევ ორჯერ ჩამოვიდა კვიპროსში. ერთხელ ჩვენს მიტროპოლიაშიც გვეწვია და რამდენიმე საათი დარჩა. ხოლო მეორე ჯერზე ნიქოზიაში მოგვიწია ერთად მსახურება. ნამდვილად დიდი სიხარული და დიდი წყალობა იყო ჩვენთვის ეს მოვლენა. ეს არის ღვთისმადლის ნაყოფი, რომელიც პატრიარქის გულში მკვიდრობდა. როდესაც წმინდა ადამიანს უახლოვდები, მაშინ მისგან საღვთო მადლის გარდამოცემა ხდება, ისევე როგორც შფოთვარე და დამძიმებულ ადამიანთან ურთიერთობისას შენც ცუდად ხდები. ხოლო მაშინაც, როდესაც ღვთისკაცს უახლოვდები, ადამიანთა გულებს სიხარული, მშვიდობა, სიყვარული და სიმშვიდე აღავსებს, რადგან ღვთის ადამიანები მუდმივად ატარებენ საღვთო მადლს და სხვებსაც უზიარებენ მას. სრულიად ბუნებრივია, რომ პატრიარქი, წმინდა ადამიანი, რომელმაც ეკლესიაში ამხელა განსაცდელი და ხანგრძლივი მსახურების საგანვლო, ყველგან ღვთის მადლს მიჰფენდეს. როდესაც პირველად ჩამოვედი, მეც საწოწარკვეთილება მომიცვა. საკმაოდ უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, როცა ყველგან ნანგრევებს ხედავდი. გაპარტახებულ ეკლესიებს, დანგრეულ მონასტრებს, სიღარიბეში მყოფ ხალხს. აეროპორტიც კი ფაქტობრივად მინდორში არსებულ ერთ ასაფრენ ბილიქს წარმოადგენდა. მეტად მძიმე მდგომარეობა იყო და მიკვირდა, როგორ შეძლებდა ეს მხარე საკუთარი თავის ხელახლა პოვნას. როდესაც საპატრიარქოში მივედით და წმინდა პატრიარქ ილიას შევხვდით, მან ნამდვილად დაბადა ჩვენს გულში იმედი და მახსოვს ვამბობდით, რომ რადგან ეს ადამიანი აქ არის, ღმერთი უსათუოდ შეეწევა დანარჩენებსაც მეთქი. მიუხედავად ყველა იმ ადამიანური სისუსტისა და სირთულისა, რომლებიც მაშინ ნამდვილად არსებობდა, პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყდიაც ფანტავს. და თავისი მოთმინებით, ღვაწლით და უპირველეს ყოვლისა თავისი ლოცვით, მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო. როდესაც დაახლოებით 30 წლის შემდეგ კიდევ ჩამოვედი, სრულიად სხვა, ამოუცნობი საქართველო ვნახე. ახალი ქალაქები, ახალი ტაძრები, ახალი მონასტრები. ყველაფერი კარგად მოწესრიგებული და პატრიარქი, რომელიც იქ მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობდა. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად გასაოცარია ის ფაქტი, რომ ყველა ეპისკოპოსი პატრიარქ ილიას მიერ არის ხელდასხმული. და ეს აშკარაა, რადგან ამ ეპისკოპოსებს აქვთ ის მადლი, ის კურთხევა, რომ სულიერად პატრიარქისგან წარმოდგებიან. და როდესაც საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსებს ხვდებით, ძალიან გვიხარია, რადგან ისინი ტრადიციების ერთგული, სერიოზული ადამიანები არიან, რომელთაც ქრისტესა და ეკლესიის მიმართ დიდი სიყვარული აქვთ. ერთ-ერთი მათგანია მიტროპოლიტი შიო, საპატრიარქოს ტახტის ამჟამინდელი მოსაყდრე, რომელიც 2 წლის წინ საქართველოში ჩამოსვლისას გავიცანით. მიტროპოლიტმა შიომ ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ის მართლაც გამორჩეული იერარქია. მანამდე ვატოპედელმა მამა ეფრემმაც მითხრა, რომ ის ძალიან კარგი მღვდელმთავარია. როდესაც ჩამოვედი, შესაძლებლობა მოგვეცა მარტონი დარჩენილიყავით და სხვადასხვა თემაზე გვესაუბრა. და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ. ის არის ადამიანი, რომელიც სრულად უძღვნის თავს ქრისტესა და ეკლესიას. არის თავმდაბალი, აქვს პატრიარქის მადლი და ლოცვა კურთხევა. და შევთხოვთ ღმერთს, რომ ისე ემსახუროს ეკლესიას, როგორც ღმერთს ნებავს. მართლაც ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა სიმრავლემ, რომლებიც თავიანთი პატრიარქისგან უკანასკნელი ლოცვა კურთხევის მისაღებად მივიდნენ. წმინდა პატრიარქ ილიას ცხოვრება ჩვენთვის ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს. ჩვენი ცხოვრებისთვისაც ნათელ მაგალითად უნდა იქცეს, რათა ვიცოდეთ, როგორები უნდა ვიყოთ.
ღვთის ერი ნებისმიერი ეპისკოპოსისა თუ რიგითი სასულიერო პირის პიროვნებაში უნდა ხედავდეს ნამდვილ სულიერ მამას. ნამდვილად ის, ვინც ამ დიდ პატრიარქს შეცვლის, უსათუოდ ძალიან კარგი მღვდელმთავარი იქნება, რადგან მას ეკლესიის იქაური მამები აირჩევენ. ამასთან მას ექნება პატრიარქ ილიას ლოცვა და კურთხევა, ექნება მისი წმინდა მაგალითი, რომელიც გზას გაუნათებს და საქართველოს ეს კურთხეული ერი მხარში ამოუდგება, რათა შეეწიოს თავისი ლოცვით, სიყვარულითა და მორჩილებით, რომ მანაც განაგრძოს წინსვლა ქრისტეს ეკლესიის მსახურების საქმეში. პასუხისმგებლობა უზარმაზარია. თუ გადაჭარბებას ვერ შეძლებს, სულ მცირე იმავე სიმაღლეს მაინც უნდა მიაღწიოს, რომელზეც წინამორბედი პატრიარქი იდგა. ეს არის ქრისტეს მოწაფეთა გზა. ქრისტეს მოწაფეთა გზა თავად ჩვენი მაცხოვრის გზაა. მოწამეობა და მოწმობა. დათმენა მრავალი მწუხარების, სირთულის, დევნის, გაჭირვების, საფრთხის, სიკვდილისა და ყოველივე დანარჩენის. თუმცა ამ მძიმე გზის გავლით ღვთისკაცი საკუთარი ცხოვრებით ამოწმებს, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ნათელი, ქრისტეა სამყაროს სიცოცხლე და რომ ქრისტე იმარჯვებს. როგორც ეკლესიაში ვამბობთ, იესო ქრისტე ძლევა, ის ყველაფერს ამარცხებს თავისი საღმრთო ძალით. როგორც მაცხოვარმა ბრძანა, აცადეთ ღრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა, ასევე ქრისტეს ყოველ მოწაფეს განსაკუთრებულად უყვარს ბავშვები, რადგან ბავშვები ქვეყნის მომავალია. ისინი ყოველთვის უფრო უმანკონი, უფრო სიხარულით სავსენი, უფრო კეთილნი არიან და უფროსების სიყვარულსა და ყურადღებას იზიდავენ. ამგვარად პატრიარქიც ჩვენი მაცხოვრის კეთილი მიმბაძველი იყო. უყვარდა თავისი სამშობლოსა და ეკლესიის ახალგაზრდობა და თავის სიყვარულსა და ლოცვას უძღვნიდა ყველა ამ ბავშვს. ასეთია საგანთა ბუნება. როდესაც ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად იყო, მათ ბევრი რამ არ ესმოდათ, ხოლო როდესაც წავიდა, ყველაფერი გაიგეს. რადგან წმინდანები გარეგნულად ჩვენსავით უძლური ადამიანები არიან, არ შეგვიძლია შევიცროთ ის დიდი ძალა, რომელიც მათში მკვიდრობს. ხოლო როდესაც შემდგომ ისინი ამ ცხოვრებიდან მიდიან და ვიხსენებთ, მაშინ ვაცნობიერებთ ყოველივე იმას, რაც ვიხილეთ, განვიცადეთ, მოვისმინეთ და სხვებისგანაც ვისმენთ. მოგვიანებით ვაცნობიერებთ თუ როგორი დიდები იყვნენ ეს წმინდანები. როდესაც მათ ჩვენი ხორციელი თვალებით ხედავდით, ისინი უბრალოდ და ჩვენსავით უძლური ადამიანებივით იყვნენ, მაგრამ მათ გულში საღმრთო ძალმოსილება მკვიდრობდა. როგორც წერილი ამბობს, ყოვლისა ქვეყანისა განხდა ხმაი მათი. ესე იგი, წმინდანთა სახელი მთელ მსოფლიოში ვრცელდება. თავად ისინი კი არ ესწრაფვიან ამას, არამედ ღმერთი უშვებს ადამიანთა საცხოვნებლად და ეკლესიის სადიდებლად. ეს არის საიდუმლოება, რომლის აღსრულებასაც ღმერთი უშვებს. ყოველ ადგილობრივ ეკლესიას თავისი ტრადიციები და თავისი წესი აქვს. არსებობს თითოეული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, სადაც განმარტებული და დაზუსტებულია ეპისკოპოსთა, პატრიარქთა, მთავარეპისკოპოსთა და სხვათა არჩევის წესი. უსათუოდ, მღვდელმთავრები და ეპისკოპოსები თავიანთი გამოცდილებით განსჯიან, თუ რა არის ეკლესიისთვის საუკეთესო და შესაბამისად იმოქმედებენ. მე არ შემიძლია ზუსტად ვიცოდე რა ხდება იქ, ადგილობრივ ეკლესიაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ მსახური ჩვენი ძმები, წმინდა ეპისკოპოსები და მოსახდრე შიო ეკლესიის საკეთილდღეოდ საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათი სახელმძღვანელო პრინციპია ეკლესიისთვის ჭეშმარიტი სიკეთის მოტანა, რაც ღვთის დიდება და ადამიანთა ცხონებაა. პატრიარქის, როგორც განსვენებულის, ისე იმის, ვინც მალე გახდება, ლოცვითა და კურთხევით, გისურვებთ, რათა იღვაწოთ სარწმუნოების კეთილი ღვაწლით. ყოველივე სასიკეთოს გისურვებთ თქვენ, ჩვენს ძმებს და მიტროპოლიტ შიოს, ყველას ჩვენი სიყვარული გადაეცით.